ყველას ისტორიაში გმირი ვერ იქნება, შეიძლება სადმე ანტიგმირიც იყო. მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი თანამედროვე მერხი. მე მისი წამყვანი ანა ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ გვეშინია შეცდომების დაშვების და როგორ დავძლიათ ეს შიში. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც უნდა რომ ამ პოდკასტში მონაწილეობა მიიღოს, შეუძლია მომწეროს პირად შეტყობინებებში, ან დაგვიტოვოს კომენტარი და ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით. ნათი, შეგიძლია გაიხსენო ყველაზე სასაცილო შეცდომა, რაც კი ოდესმე დაგიშვია. მაგალითად, შარშან როცა ახალ ფაკულტეტზე გადავედი, ერთი და იგივე ლექტორი აღმოჩნდა, რომ ორ სხვადასხვა საგანს ასწავლიდა და სამჯერ დავესწარი სხვა საგანზე ამ ადამიანის ლექციას. მე როგორ მოახერხე რომ გამომძვრალიყავი ამ სიტუაციიდან. ნუ თავი ხვდებოდი რომ რაღაც ვერ იყო რინგზე, მაგრამ მე მივხვდი რომ მესამე კურსელები ხართ რა თქვა და მე მეორე კურსზე ვიყავ ოფიციალურად მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო ისე. არაფერი არც მithქვამს, ნუ მართალია მე ისე პირველ კურსელებთან რომ ვეწრებოდი მაგალს კი უყვირდა, მაგრამ ნუ აშევჩდეთ არც ერთმა. ანი, აი შენი აზრით, რატომ გვეშინია შეცდომების დაშვების? ჩემი აზრით, ალბათ იმიტომ რომ მგონია რომ დაგვრცინებს ხალხი. თუ რამე შეცდომას დაუშვებთ. შენ გაქვს ეს შიში? მე მაქვს ამის შიში, იმიტომ რომ მგონია რომ მაინც მაგალითად რო ვსაუბრობ, რამე რო შემეშლება, ან მსგავს რამე რომ ცუდად რომ გავაკეთო, მგონია რომ დამცინებს ხალხი და მე შინია ხოლმე მაგის. ანუ საუბრის დროს ამას შეცდომა რომ არ დაუშვებ, ხო? ნათი, შეცდომის დაშვების გეშინია ცხოვრებაში. რაღაც აკადემიური შეცდომების იმდენად არა სკოლაში და უნივერსიტეტში. მგონია რომ უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობაში რაღაც მორალური ნორმებიდან გადახოვის მეშინია რომ რაღაც ისე არ მოვექცეს ხვას რომ რაღაც მორალური ჩარჩოებიდან ამოვარდნილი იყოს ვინმეს არ ვაწყენინო რაღაც ეთიკის ნორმები არ დავარღვევ რომ მსგავს შეცდომების მეშინია ვიდრე აკადემიურ სივრცეში. საიდან მოდის შენი ეს შიში? აღზრდიდან. კი, ვფიქრობ რომ აღზრდიდან და რაღაც უარყოფით გამოცდილებებიდანაც. იმიტომ რომ რაღაც ცუდი გამოცდილებები რომ მქონია სხვა ადამიანების მხრიდან, რაღაც არაეთიკური ქცევებიდან გამომდინარე, სულ ვფიქრობ რომ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე რომ მეც ესე არ მოვექცევ იმას და ანუ ეგეთ ადამიანად არ ვიყო ვინმეს მახსოვრობაში, როგორც ის ადამიანები, ვინც უდაც მომექცნენ, ჩემსაში არიან. გასაგებია. ანუ პირიქით იმ დოგეშენია შეცდომის დაშვების რომ ხას გური არ ადგინო ესე. ხო, ეგრე გამოდის კი. ნუ, მაგაც შიში გარკვეულწილად კარგიც არის. თუმცა ალბათ თავიდან ვერ ავირიდებთ სუნთლად რომ ვინმეს გული არ ვადგინოთ. კი, ანუ ყველას ისტორიაში გმირი ვერ იქნება, შეიძლება სადმე ანტიგმირიც იყო, მაგრამ ვფიქრობ რომ რაც ჩვენ ძალებში შედის, რაღაც ეთიკის ნორმები უნდა დავიცვათ მაინც. კი, სკოლაში შეცდომა უფრო სირცხვილია თუ შანსი რომ რაღაც ისწავლა. მასწავლებლები როგორ გაგრძნობინებენ ხოლმე თავს, რომ აი რაღაც შეგეშალა თქვა, ამ დროს გაკრიტიკებენ თუ გეუბნებიან, რომ აი მაგალითად, ნუ არა უშავს, მოდი აბა ეს ხელახლა გავიაროთ, აი ესე გეუბნებიან თუ უბრალოდ აი უსარგებლოდ გაგრძნობინებენ თავს. ჩემ სკოლაში პირიქით არ გვაკრიტიკებენ, პირიქით გეუბნებიან, რომ თავიდან უნდა გავიაროთ სკოლა იმისთვისაც, რომ ვისწავლოთ, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში პირიქით რაღაც შეცდომა რომ მოვაბავშვ, დასცინიან იმის მეტად, რომ ასწავლონ. შენ მეგობრებისთვის რამე ხომ არ უთქვამთ ისეთი, რამაც მათი თვითშეხასება დააზიანა? ერთ-ერთ ჩემს მეგობარს სკოლაში დასცინოდნენ, იმიტომ რომ ის სხვა ბავშვებისავით განვითარებული ვერ იყო. და ამის გამო მასწავლებლებს დასცინოდნენ და ბავშვებსაც უბიძგებდნენ, რომ დაიცინათ. განვითარებული არ იყოში რას გულისხმობანი? რამე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მაგის გამო მასწავლებლები დასცინოდნენ. რაღაცა რომ შეეშლებოდა, რომ შეესწორებინათ, პირიქით უფრო ცუდად ეუბნებოდნენ, აკრიტიკებდნენ ყველანაირად და ბავშვებსაც მოუწოდებდნენ, რომ დაიცინათ. საშინელება, ანუ იმის მაგეროთ რომ მასწავლებლებს პირიქით სიტუაცია განემოხდათ, ესე იქცეოდნენ? კი და ეს და მის ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებდა. ახლა როგორ არის? ახლა ანუ ის შეეგუა ესე რომ ვთქვათ ამ ფაქტს რომ მასწავლებლები დასცინოდნენ ბავშვებიც და ბავშვები კიდე ახლოს აღარც იკარგნენ ამის გამო და შეეგუათ საკუთარ თავს ჩაიკეტა რა თქმა უნდა სკოლაში აღარ უნდა და სიარული. რეალურად ეს არის მასწავლებლის შეცდომა. შეცდომის გამო შეიძლება ძალიან კარგ ადამიანს რეალიზებაში შეუშალეს ხელი. შეიძლება ეს ადამიანი სხვა კუთხით იყო ძალიან ნიჭიერი და იმდენად დაუნგრიეს თვითშეფასება რომ ამ კუთხითაც ვერ განვითარდა. კი, ესეც შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება იქ სკოლაში რაღაც საგანს ვერ სწავლობს კარგად, მაგრამ სხვა მხრივ ქონოდა სხვა ნიჭი, თუნდაც მაგალითად მუსიკის ან ხატვის, მაგრამ თვითშეფასებას რომ უკვე დაგინგრევენ, უკვე საკუთარ თავში იკეტები, ხალხთანაც აღარ გინდა კომუნიკაცია. ყოფილა შემთხვევა, როცა აი არასწორი პასუხი შიშის გამო ან გაკვეთილზე, ან უნივერსიტეტში საერთოდ უარი გითქვია ხელისაწევაზე ან პასუხისგაცემაზე.
კი, ბევრჯერ ყოფილა არ მარტო უნივერსიტეტში ან გაკვეთილზე, რა ვიცი რაღაც კონფერენციის მსგავსი იყო და რაღაც პრიზი იყო, რომელიც ძალიან მინდოდა და ვფიქრობდი, რომ პასუხი ზუსტად ვიცოდი. მაგრამ ძალიან ფართო საზოგადოება იყო, ბევრი ბავშვი და უფროსებიც იყვნენ და შემეშინდა ხელი საწევის და მე სხვა ბავშვმა გარისკა და ზუსტად ის იყო პასუხი, რაც მე მეკონა. არა და ყველაზე ცუდი რა მოხდებოდა? შეიძლება ეთქვას, რომ არ არის სწორი პასუხი, მაგრამ პატარა ვიყავი ჯერ ერთი და რაღაც ჩემს ტვინში რაღაც ისეთი კადრები დაიხატა რომ ყველა დაქცინს, აი ფილმებში რო არ ყვება. შენ კედი შორს ხელს, არათა საერთოდ არავის არ აინტერესებდა დარწმუნებული ვარ სწორად უპასუხებდი თუ არა. ხო ბოლა მაქსიმუმ ის პრიზი არ აგეყო და ისედაც არ აიღე რომ კი ბატონო. ხო. არის რაცოდი არა ეს შიში რო არის ჩვენში ჩანერკინგლი, იმიტომ რომ ბევრ კარგ რამეს ვერ ვაკეთებთ, როცა შესწამის შიში გვაქვს, ხო? კი მეტის ხანდახან არის რომ აი რაღაც სარგებლოს მოველიც სწორი პასუხის თქმისას აი მე ხშირად მინახავს რომ აი არასწორად უპასუხიეთ მსგავს რაღაცებზე, მაგრამ მაინც რაღაც პრიზი მიუციეთ, იმიტომ რომ არავის სხვას არ გაუბედია და რაღაც მარტო რისკის და საკუთარ თავში დარწმუნებულობის გამო, თავდაჯერების გამო რაღაც ახალისება ჰქონიათ ბავშვებს. აი ნიშანზეც ეგრევე. ვთვლი რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი ის არის, ვინც არასწორი პასუხის შემთხვევაში ახალისებს ბავშვს, სწორი პასუხი ისედაც იმსახურებს ახალისებას. თუ ბავშვებმა სკოლაში არ დაუშვეს შეცდომები და ყველაფერი ისედაც იციან, მაშინ ესთვის გადადიან ხო სკოლაში. შენ თუ შეგიკავებია არასწორი პასუხის გამო თავი? კი, ხშირად შემიკავებია. იმიტომ რომ ხშირად ყოფილი ვარ ესეთი ლექციებზე მაგალითად, რომ ბევრი ბავშვები ყოფილი ვართ, მაგრამ რაღაცა რომ უკითხავთ, ვერ ამდგარ და ხელიც ვერ ამიწევია, იმიტომ რომ მეშინია რომ შეიძლება არასწორი იყოს და ბავშვებმა დამცინონ ამის გამო. შეიძლება ესეთ შემთხვევა გაიხსენო, როცა გაბედია წიხელი და ძალიან თავდაჯერებული იყავი და გაგიხარდა რომ ეს გაბედე. კი, სკოლაში ვიყავით, ბევრი ბავშვები ვიყავით, ჩამოსულები იყვნენ, როგორც მახსოვს თბილისიდან და რაღაც ლექციას მსგავსად გვიკითხავდნენ და ისეთი კითხვა დასვეს, რომ მაგ კითხვაზე პასუხი ვიცოდი და თან დანამდვილებით ვიცოდი, მაგრამ მაინც მრცხვენოდა უფრო ხელისაწევის, მაგრამ მაინც გავბედე და ავიწია ხელი და რომ ვუთხარი პასუხი სწორი იყო და მეც თუნდაც გამიხარდა და მე ვნანობდი რომ მეთქი თავი კიდე კაი არ შევიკავე. მათი, როგორ ფიქრობ, მასწავლებლებსაც თუ მოსდით შეცდომები, არის თუ არა ეს კატასტროფა? მასწავლებლებსაც მოსდით შეცდომები კი არა, ვფიქრობ, რომ აი თუ დავაჯამებთ მოსწავლეებთან ქცევის საკითხებსაც, არა მარტო აკადემიებს, გონია რომ მოსწავლეებზე მეტი შეცდომები მასწავლებლებს მოსდით. აი მასწავლებლების ამპლუაშიც ყოფილი ვარ ძალიან პატარა ბავშვებთანაც და მოზრდილებთანაც. ყველაზე მეტი შეცდომა და მიშვია როგორი გულწრფელი? კი, არა, იმიტომ რომ მაგ დროს ყველაზე კარგად ხვდები რა იცი და რა არა. ანუ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ მასწავლებლები, ზოგჯერ ისე რომ არც იმჩნევენ და არც ვერც ვამჩნევთ. ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მასწავლებელი როცა შეცდომას დაუშვებს, გამოკვეთოს თავის მოსწავლეებთან ეგ შეცდომა. იმიტომ რომ ნორმალიზება უნდა მოხდეს ჩემი აზრით. კი, იმიტომ რომ ხანდახან მასწავლებელს შეიძლება უნდოდეს, რომ უშეცდომო გამოჩნდეს იმის გამო, რომ ასე თქვა თავისი ავტორიტეტი აიმაღლოს და რეალურად ეს ქმნის იმას, რომ ბავშვები ეჩვევიან, რომ აი მასწავლებელი თუ სრულყოფილია, მეც ესეთი უნდა ვიყო და რეალურად ეს არის მიუღწეველი. კი ბატონო. დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში. აი როცა კარგი მოსწავლე ყავს განსაკუთრებით და ანუ კარგად სწავლობს, აი მასწავლებელი შეცდომას უშვებს და არ აღიარებს, უფრო არაკომპეტენტური ჩანს ყოფილი ასეთი მოსწავლის სიტუაციაშიც. როცა აი გვიკითხავს მასწავლებელისთვის, რომ ეს შეცდომით ხომ არ თქვით და აი როცა უარყოფს, არაკომპეტენტური ჩანს. ხო, არა არის ესეთი რთული ადამიანური მომენტია შეცდომა, ხო, რა შეგოშალოს, მე რა მოხდა. მე მაგალითად ვიტყვი, თქვა ინგლისურში, ქართული ჩვენი მშობლიური ენაა და რამდენი რამე გვეშლება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ამ ენაზე ვართ, რა ვიცი, გაზრდილები და თუნდაც ახლა ინგლისურში ძალიან ბუნებრივია, რომ ადამიანს რამე შეეშალოს და ამაში არანაირი პრობლემა არ არის ჩემი აზრით. უბრალოდ ამ შეცდომის აღიარება და შემდეგ გამოსწორება უნდა შეეძლოს ჩემი აზრით მასწავლებელს. უფრო ახლობელს ხდის მოსწავლისთვის, აი უფრო შენიანი გოგონია მასწავლებელი, როცა მასწავლებელიც ისევე ცდება როგორც შენ. მოსწავლე უფრო აფასებს იმ მასწავლებელს, რომელიც აღიარებს თავის შეცდომას. აი მახსოვს შეიძლება არასწორია, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ აი ან ჩვენ ლექტორს
რამე შეცდომა თუ მოსდიოდა ინგლისურში პატარები ვიყავით და რაღაცა და სულ დავცინოთ ხოლმე გვეცინებოდა ხოლმე რა ეხლა ძალიან მწვენია რომ ესე ვიქცეოდი და რაღაცა მაგრამ იმ ლექტორს რომ ეღიარებინა თავის შეცდომა ალბათ ესე არ მოვიქცეოდით არ ვამართლებ ჩემს სექციელს არასწორი იყო მაშინ მაგრამ გარკვეულწილად პროცესი ასაკის ხალხიც უწყობს იმას ხელს რომ შეცდომა არ ეპატიოთ ისე წარმოაჩენენ თავს თითქოს არ ეპატიებათ და მე მართლა არ პატიობს საზოგადოება ამ შეცდომას Ani, თუ რაღაცას თავიდანვე იდეალურად აკეთებ. Აი, ეს იმას ნიშნავს, რომ უშეცდომო ხარ, თუ უბრალოდ საკმარისად რთული რამ არ არჩიე გასაკეთებლად. მაგრამ რთულს თუ აკეთებს ადამიანი, შეცდომას აუცილებლად დაუშვებს. და ამიტომაც მგონია, რომ ალბათ რთულს არ ვაკეთებ ამ მომენტში და ამიტომაც შეცდომას არ ვუშვებ. ორჯერ რამდენჯერაც არ უნდა დაწერო და მოიანგარიშო სწორ პასუხს სულ დაწერ. და რა გამოდის, რომ უშეცდომო ხარ? ნათი შენ თუ ყოფილხარ ესეთ სიტუაციაში, რომ რაღაც ზედმეტად მარტივი გიკეთებია, მხოლოდ იმის გამო, რომ შეცდომა არ დაგეშვა რთულის კეთების დროს. აი, შენი პოტენციალი და გიკარგავს იმის გამო, რომ ეს ხო გამომდის, მოდი ეს ვაკეთო. კი, თუნდაც თავდაპირველად რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ანუ ისტორიაზე ჩავაბარე და მაგიტომ ჩავაბარე ისტორიაზე, რომ აბიტურიენტობის დროს მივხვდი, რომ აი ძალიან ადვილად გამომდიოდა. მაგრამ მე შევიცვალე პროფესია, იმიტომ რომ მოსაბეზრებელი იყო. და ხშირად ეგრეც ხდება, რაც კარგად გამოგდის, მალე გვეძრდება, იმიტომ რომ განვითარების საშუალებას და გზას ვეღარ ხედავ მე. თუმცა კარგია რომ მე გადახვედი და ანუ ისტორია კი არ არის, ცუდი უბრალოდ შენთვის იყო მოთა. ჩემთვის იყო, მე უკვე ზედმეტად სწორხაზოვანი, ასე რომ ვთქვა. და თუ საიდუმლო არაზე გადახვედი? ქართულ ფილოლოგიაზე გადავედი. და ცალსახელწო რთულია, მაგრამ უფრო საინტერესოა. შენ საყვარელ ცნობილ ადამიანს, ან მომღერალს, ან სპორტსმენს, ან მსახიობს. ხშირად ჟღერდება ხოლმე ხო ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში, რომ რაღაც შეეშალათ, ან საკმარისად, რა ვიცი, გამხდარები არ იყვნენ, საკმარისად მაღლები არ არიან, ან უმაკიაჟად გამოჩნდნენ საზოგადოებაში, ან რაიმე ვერ გამოუვიდათ, კარგად ვერ ითამაშეს. აი, როდესაც ამ ყველაფერს ხედავ, როგორი შეგრძნება გაქვს, რომ იმედი გაგიცრუეს ამ ცნობილმა ადამიანებმა, თუ მათ ისე უყურებ როგორც ნორმალურ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენსავით შეცდომები მოსდით. ჩვეულებრივად უყურებ როგორც ნორმალურ ადამიანებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა და აი თუნდაც ფეხბურთი რო ავიღოთ. ჩვეულებრივად შეიძლება კარში ვინც დგას, უცებ გოლი გაუვარდეს, ვერ დაიჭიროს, მაგრამ მაგის გამო ხომ არ გამოსჭით პირიქით ის ადამიანია და ანუ ხომ ცდილობს ისიც რომ კარგად ითამაშოს, მაგრამ იმ მომენტში ვერ გამოუვიდა და ამის გამო არ შეიძლება რომ გავაკრიტიკოთ. ხშირად ადამიანებს იმიტომ ეშინიათ თუნდაც იყვნენ ცნობილები, რომ ზედმეტად სასტიკია საზოგადოება, პატარა შეცდომაზეც კი აი არაფერს არ პატიობს, ხო? ხშირად საზოგადოება ძალიან მკაცრია. რატომ არის ასე? აი, ხო ესმით, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაშინ რატო არ პატიობს საზოგადოება? ჩემი აზრით ადამიანები საკუთარ თავსაც ზედმეტად განსჭიან, მაგრამ ანუ რაღაცნაირად ჩვებას პოულობენ იმაში, რომ მე კი ვცდები, მაგრამ აი იმას მეტი მოეთხოვება და აი ამ აგრესიის გამოხატვით თითქოს თავს იმშვიდებენ და ჩვებას პოულობენ იმაში, რომ ერთი შეხედვით ისეთ ადამიანებს, ვისაც მეტი მოეთხოვებათ, ნუ მათი წარმოადგენთ, მოსდით შეცდომები და აი მათკენ ამისამართებენ ამ იმედგაცრუებას, რაღაცნაირად სასოწარკვეთილებას, რომელიც საკუთარი თავის მიმართ აქვს. თითქოს ეგ არის მაგათთვის რაღაცა სტრესის გაშვების საშუალება. ანუ ვფიქრობ, რომ ის ადამიანი, ვინც ცნობილსაც და არაცნობილსაც ზედმეტად აკრიტიკებს, საკუთარ თავს აკრიტიკებს ძალიან ზედმეტად. ძირითადად ხო ეგრე არიან ხოლმე, როდესაც ადამიანის ხვაზე საუბრობს, ძირითადად შინაგანი ბრძოლა აქვს ესეთ ადამიანს და თვითონაც ძალიან აკრიტიკებს საკუთარ თავს. იმიტომ რომ მე არ მინახავს მაგალითად საკუთარი თავი კმაყოფილი ადამიანი, რომელიც ხვებზე სულ ცუდად ლაპარაკობს. იმიტომ რომ ვინ საკუთარი თავით კმაყოფილია, იმას ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. კმაყოფილებას ეგ იწვევს, რომ ანუ პროგრესს ხედავ და პროგრესი კიდე შეცდომების გარეშე არ არის. და ის ვინც ვერ მივიდა იქამდე რომ რაღაც დონის პროგრესი და განვითარება განეცადა შეცდომების არსს და საჭიროებასაც ვერ ხედავს. აი რა შეცდომა დაგიშვია, რაზეც თავიდან ნერვიულობდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ შეცდომამ ბევრი რამე გასწავლა და სწორი მიმართულებით წაგიყვანა ცხოვრებაში. ვიყავი არასწორ ადგილას, არასწორ გარემოში და არასწორ მეგობრებთან, რადგან მყავდა ისეთი გარემო, ისეთი მეგობრები იყვნენ, რომლებიც იმ მომენტში ვუგებდი, თუმცა მათგან ცალკე რო ვიყავი, ხვდებოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი, იმიტომ რომ მათი გავლენის ქვეშ ვექცეოდი და ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, ჩემს ანუ სტრესს იწევდა. და მაგიტომაც რომ ჩამოვშორდი,
უფრო შევიცვალე, უფრო კარგი ცხოვრება დავიწყე, თუმცა მათთან ერთად რომ არ ყოფილიყავი, ალბათ ამ შეცდომას ვერც მივხვდებოდი და ჩემ თავს უფრო კარგად ვერ გავიცნობდი მათ გარეშე. და სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ეს შეცდომები, რაც ადამიანი დაუშვებს, სწორედ ამ შეცდომებზე უნდა ისწავლოს. მე შემეგობრებს ვიცნობ და ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი მეგობრები გყავ და შეიძლება ეს კარგი მეგობრები ვერ დაგეფასებინა ისე. კი. როგორც თქვათ, ეხლა აფასებ ალბათ, ხო? ეხლა ძალიან ვაფასებ და ძალიან მიყვარს ყველა, მართლა. და მაშინ კიდევ ეგენი რომ არ ყოფილიყან, ალბათ აქამდე შეიძლება ესენიც აღარ მყავდეს, იმიტომ რომ ისინი ისეთი ბავშვები იყვნენ, რომ არ მოსწონდათ სხვები, ისეთი სხვანაირად უყურებდნენ დამძნავად ხალხს და ამიტომაც მსჯობდა, რომ ესე მომხდარიყო. ძირითადად ადამიანებს გვჩვევი, რომ საკუთარი თავი ძალიან გავაკრიტიკოთ და მეგობარს როცა რამე შეცდომა მოუვა, ხარში ამოუდგეთ, ხო? აი, შენი აზრით, როგორი იქნებოდა ჩვენი მდგომარეობა, თუ საკუთარ თავს ისე მოვექცეოდით, როგორც საკუთარ მეგობარს? იმიტომ რომ რეალურად ჩვენი საკუთარი თავი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია, ხო? უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ხო. ფიქრობ, რომ საკუთარი თავის მიმართ თანაბრად ლოიალურები უნდა ვიყოთ, ისე როგორც ჩვენი მეგობრობის მიმართაც. თუმცა, აი, აქ ერთს დავამატებდი, რომ ანუ ეგეც გარკვეულწილად ხანდახან შეცდომაა ხოლმე, რომ აი მეგობრობის მიმართ ზედმეტად ლოიალურები ვართ. ხო. ზოგჯერ შეზამჯღარება სჭირდებათ. კი. ხო, და ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო სამართლიანობა და ბალანსის დაცვა ორივე შემთხვევაში საჭირო. იმიტომ რომ საკუთარ თავს ძალიან მკაცრად ვექცევით ხოლმე ადამიანები ნამდვილად. კი, ზედმეტად. ხო. ალბათ არც ერთი იმტერი არ მოგვიქცევა ხოლმე ზოგჯერ ისე როგორც საკუთარ თავს ჩვენ ვექცევით. და შეიძლება საკუთარ თავს ყველაზე მეტი ტრავმა ანუ ჩვენვე მივაყენოთ. აი, შენ თუ ექცევი ხოლმე საკუთარ თავს მკაცრად? კი, თან ძალიან. ზედმეტად ვზღუდავ ხოლმე და ანუ ჩემს მეგობრებსაც უბრალოდ არ მომწონს მათ საქციელებში და რაღაცა ჩემსაში უფრო ზედმეტად ყველაფერზე წინასწარ უფრო მეტად ვფიქრობ და უფრო მეტად შეზღუდული ვარ რომ ისე არ ვქნა რასაც იმას ვარიგებ მე არ გავაკეთო შეცდომით და უფრო ზედმეტად თუდად ვუდგები ხოლმე საკუთარ თავს და ვსჯი. ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე რომ აი თუ მეგობარს რაღაცაში არიგებ იგივე შეცდომა მე შენ არ დაუშვა. ხო. კი. არა და თუნდაც დაუშვა მე რა მოხდა, ხო? იმიტომ რომ თუ ის ადამიანია და ის უშვებს იმ შეცდომას, შენც რო დაუშვა მე რა მოხდა, უბრალოდ შეცდომა არავინ არ არის, მაგრამ უბრალოდ მაინც პასუხისმგებლობა ერთგვარი. მესმის, მე ხშირად მოგხსენებულ ვარ ესე აი რაღაცაში სხვას თუ შევერჩევას აძლევ, ძნელია რომ საკუთარ თავს 100-ჯერ მეტი არ მოსთხოვო, იმიტომ რომ თითქოს რაღაცნაირად გრძნობ რომ არა შენი სარკეპატიება, არა და რატო. შენი აზრით სწორი იქნება რომ სიტყვა ეს შეცდომა ლექსიკონიდან ამოვიღოთ საერთოდ და მაგისმაგივრად ვთქვათ, გამოცდილება ან რაიმე ექსპერიმენტი. უფრო მე პირადად სიტყვა გამოცდილება ძალიან მომწონს. რა ვიცი, კი, ჩემი აზრით ნებისმიერი სხვა სიტყვით ჩანაცვლება, რომელიც პროგრესის ნაწილს ასახავს, სწორი იქნება. აუცილებლად არის ჩემი აზრი. იმიტომ რომ როცა რაღაც ბიზნესკენ მივდივართ, ან რაღაც კუთხით განვითარებისკენ თითქოს შეცდომები რაღაც პატარა საფეხურებივით არის, რომლებსაც უნდა გავიაროთ, ეგენი რო არ იყოს, ვერ მივახცოთ ვერასდროს პროგრესამდე, იმიტომ რომ შეცდომა ხშირად ისეთ ჭეშმარიტებას გამოკვეთს, რომელიც არც სხვების ცნობიერება შეიძლება არც იყოს. ანუ შეიძლება ისეთ მოკლე გზამდე მიგვიყვანოს შეცდომამ, რომ რაც გათვლილი გქონდა, იმაზე ბევრად სწრაფად მივიცეთ. აი თუნდაც ბავშვი რომ თავიდან სიარულს სწავლობს და რამდენჯერ იქცევა, მუხლები აქვთ ხოლმე გადაფრქვილი საწყლებს და ამ ბავშვმა რო თქვას, რომ აი შეცდომა დავუშვი და ამის გამო მე აღარ ვიბლი. არასწორი იქნება. აი ამ ჩვენი საუბრის მერე შეცდომებს როგორ ეცდები რომ დაინახო, როგორც რაღაც რაც ვაი და როგორ დამემართა თუ ეს იყო გამოცდილება, მე ამიდან შემიძლია რამე ვისწავლო, შემდეგ ცხოვრებაში გამოვიყენო. აი როგორ შეხედავ? როგორც გამოცდილება და როგორც შეცდომა, იმიტომ რომ ზოგიერთ შეცდომა მაინც თუდად მიაჩნია, რომ აი ისეთი რაღაც ხდება, რომ ვეღარ გამოვასწორებო და ცუდად უყურებს, თუმცა თუ როგორც გამოცდილება მასე დავინახავთ, უფრო ადრეაც მოვაგვარეთ ამ პრობლემას და ალბათ გადავჭრით. აქ არ არის ახლა საუბარი განზრახ რაღაცა სერიოზული დანაშაულის ჩადენაზე, ხო? აქ საუბარია უბრალოდ რაღაცა ყოველდღიურად რაღაცა შეცდომა რომ მოგდის, თქვა რამე ისეთი თქვით, რაც არ უნდა გვეთქვა. ნუ, კი. ძალიან ნორმალურია ეს.
დიდი მადლობა რომ იყავით ჩემს პოდკასტში. ორივე მართლა ძალიან გულწრფელები იყავით და კიდევ ხშირად მოგიწევთ ხო? მოგიწამებანა. კიდევ ხშირად აი ეს იყო გამოცდილება არ იყო შესაძლოა. შენ ადგილას არ ამოჭრიდი. კიდევ ხშირად მოგიწევთ ხომ, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. საერთოდ არ მიგწნია რომ რა ვიცი, ხელოვნური პასუხები არ ყოფილა რა. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. შევხვდებით შემდეგში.